ამერიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთი დაარღვევს პირობას, კიევი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს. თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტი მდგრადი მშვიდობით უნდა დასრულდეს. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებაზე არ გვისაუბრია. ბევრ ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ დახმარება არ განგვიხილავს. ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა. ეს დიდი რამ არის. დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე. ვფიქრობ, ეს რაღაც კარგის დასაწყისია. ჩვენ მხარს დავუჭერთ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის წინადადებას, მაგრამ ამავდროულად საჭიროა ვიცოდეთ კონკრეტულად რას უჭერთ მხარს. ვფიქრობ, სწორი იქნება თუ პრეზიდენტი ტრამპი გვესაუბრება იმ დეტალებზე, თუ რა შესთავაზეს რუსებმა ამერიკელებს ან რა შესთავაზეს ამერიკელებმა რუსებს. მას შემდეგ, რაც მივიღებთ დეტალებს ამერიკის პრეზიდენტისგან, ამერიკული მხარიდან ჩვენ გავცემთ პასუხს და გუნდი მზად იქნება ტექნიკური საუბრებისთვის. სრულიად ვეთანხმები იმას, რომ ყველა ძალისხმევის მთავარი მიზანი უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უნდა იყოს. ცოტა ხნის წინ გამოცხადებული გადაწყვეტილება ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შეწყვეტაზე მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შეიძლება გახდეს. ბოლოდროინდელი მსჯელობების სწორი მიმართულებით ვითარდება. ჩვენ გვინდა მდგრადი და გრძელვადიანი შედეგი უკრაინისთვის და ევროპის უსაფრთხოებისთვის. შესანიშნავი სიახლე ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან. დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად იქცა. ჩვენ სრულად უჭერთ მხარს სამშვიდობო შეთანხმებას და ვიმედოვნებთ, რომ ბრიუსელი არ დაარღვევს სამშვიდობო პროცესს.